თუ ეხლა და წების გადასამენი 525 იკითხე რა. არ გამომიჭრა თორემ. ოკეი, მზად ვარ მგონი. ეს არის ნილოს ლოგი მოტოსპორტზე საქართველოში. გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ ვიდეო და შემდეგ ვიდეოზე დავდო. ეხლა ვარ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ემზადებით დრაგისთვის, სუპერბოლა. გავიარე ტექნოლოგიებმა საბედნიეროდ გუშინდელი შექმნილი ხარვეზი აღარ გამოვლინდა. გარეთ მომუშოლა. ემზადებიან ბიჭები თვითონ მომუშავა ტექნოლოგიება, ცოტა ხანში უკვე კრუიზერები აიღებენ სტარტს, კრუიზერები გამოდიან 312-ზე, მერე 600-იანები და 412-ზე ვიქნები. კვალიფიკაციის დროები უკვე გამოვლინდა. მე როსთან მიწევს და თითქმის თანაბარი დროები გვაქვს და შანსი მაინც მაქვს. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი სხვაობით არ წავაგებ. იმედი მაქვს, რომ ესე იქნება დაწყვილება. ჩემი კონკურენტი. არა, მე არ შემიძლია რა. არა, მე ვარ მე-9, მე ვხდები მე-8-ს. იმას რომ მოუგებ. მერე გადმოვიდივარ შენთან. პირველზე ხო გამიშვე. ერთხელ. ორჯერ. ერთხელ და მეორეზე ფასტაგრა იყო, ფასტაგრა ისე. ჩემი რო გავხდე. რა მაინტერესებს, ახლა მე ვარ როგორი მოყვარული და ახალბედაო არა და მე როგორც ქალაქში გუზდავდი, ეგეთი ბაიკით მოვდივარ ხოლმე ჯდები და ვსტარტავ. ხო. ერთ საბურავს დავუშვებ. შენ სათანადოდ გვაქვს მომზადებული შენი ტრანსპორტი. ბევრი შრომა და ბევრი ღამე. თან შენი ხელით აკეთებ, ხო? ხო, მე და ჩემი ძმა ორივე ვაკეთებთ ორივე ბაიკს ჩვენი ხელით. შენი ძმა გამოდის 1000-იანებში პროექტში. ჩემი ძმა 1000 მოკლეში. მოკლეში, აჰა. მეც ეს 50-შვილებით ასებს ართმობთ, ესე იგი რა, ძალიან ნახოთ ახლა რა იქნება. ნახოთ არ გუშინ კვალიფიკაციის ხო პირველი ადგილი ჩემი ძმაც და მეც. მადამ იმაგრებია. ისმის ფინანსურად რამდენად ძვირი გიждდება თქვათ დრაგისთვის მომზადება? ნახე, თუ სამოყვარულოდ უყურებ, იმდენი არაფერი რა. თუ უკვე პროფესიონალურად უყურებ და რაღაც შენი პრინციპები აქვს და განვითარება გინდა, ავი, ჩემი ძმის ბაიკზე მე-9 წელია შევცვალეთ წუხი. რაღაც პრობლემები იყო და ნელ-ნელა გამოვსწორდი. 600 იმდენად არ არის ხარჯიანი ესე ვთქვათ რა, ანუ საბურავი ასე თუ ისე 1 წელი სრული 3 ის ყოფნის. ნუ ცეპლენიაც გინდა ზეთს რა თქმა უნდა აქ რო შემოვდივარ, ახალი ზეთით შემოვდივარ, რო გავდივარ ეგრევე ვცვლი რა. ანუ ზეთი ძალიან რადგან ცვეთაში მიდის, ზეთი აუცილებლად შესაძლებელია ყოველთვის. დანარჩენი ისეთი არაფერი. პირველად ვარ ნასტროიკაზე ეხლა და ვნახოთ. პირველი წელია ბატონმა მიხანამ დაგვინასტროიკა ბაიკი. აგრავდეს და გავდეს, ხო არა მიხანას? კაისებია. ოф, მიხანა რო ჩაუჯდება, გააკეთა თავიდან ბოლომდე. ჩვენ კონკურენტები ვართ. ხო რა, ესე მოხდა. ოღონდ მე ოღონდ იქ არ შევხვდეთ. ნოლი ხარჯი, იმავე ცეპლენი, იმავე ზეთი. რო გავაკი უნდა შევცვალოთ რო გავუწევთ, მაგრამ ოღონდ სრულიად ბაიკის ცოცხლის უნარიანობა შევინარჩუნო. თორე შედეგის გუშინ ჩავესხი რაღაცა სუპერი. 20 ლარს წავედი წამოვედი. ან საწესო ზომა, ხო? საწვავს? ხო. ზომავ? რამდენი მისხია? რა თქმა უნდა. ხო. ნუ ყველაფერი რა, ყველა კილო რა, ეხლა სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს და რა ვიცი. შედეგიც ჩანს. შედეგიც ჯერჯერობით ჩანს, კი, კარგად არის შედეგი. ინაწილების შედეგებიც ჩანს. ხო და გილოცავ. არა, მერე მომილოცე თუ გავე. გუშინ არა. გუშინდელ კვალიფიკაცია. წარმატებული კვალიფიკაცია. ნეტა დღესაც ესე მოვიდა. ძველ მედლებს გილოცავ და
დარწმუნებული ვარ ახალ მეთოდს მოგილოცვა, მაგრამ მე მოგილოცვა. მადლობა. წინასწარ მოლოცვა არ არის. იქ პრედესტაზე შევხვდებით მერეში. მინიმუმ გადასაღებად მაინც ამოვა. არა. არა, ის უბრალოდ დაგიდე. მარტო ფინაში რო. ეგ ყველასთან არ მინდა. ჩაიშალა კადრი. არა, ფიქრე. როგორ ახარ მამა? ხო? ხო, ეს მომავალი რაიდერი. წარმატებები. მადლობა ნილოსიც ასევე. აბა. უკვე საბრძოლო მოედანზე. ირის. იქვე დავიწყოთ რა. იქვე აღარ გითვალისწინებ. აღარ გინდა. მიშوار ერთით წარმატებული დრაგის დისციპლინაში. ძალიან კარგი შედეგები აქვს და მართლა ძალიან დიდ შრომას დებს ხოლმე. არ ვიცი, ათენებს აღამებს როგორც თვითონ აღნიშნა. ის და მისი ძმა და ეს შრომაც უფასდებათ რა თქმა უნდა. მე რომ ამოფხამე რომ მოყვარული ვარ მაგით, ანუ იმდენი შრომა რო ჩავდო, ჩემ თავზე უკეთესი შედეგი მექნება, მაგრამ მე არ გარდა შრომისა უკვე ნიჭია ხა. მარტო შრომით და ვთქვათ კარგი ტრანსპორტის ყოველ და გამართული ტრანსპორტის ყოლით არ ხდება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნიჭი უნდა შეეფარდებოდეს. როგორ ახარ? კარგად, გმადლობთ. ხარ დღეს ჩვენი წამყვანი? უმახინად გაუმაცხადებს? ზემოთ ერთი მაგარია, მაგრამ წამყვანი აქეთ უკეთესება. დიახ, უეჭველი. ოთო არის ჩვენი ერთგული წამყვანი, ძალიან პოზიტიური და ენერგიული ადამიანია. მგონი ყველაზე მეტ ენერგიას თითო შეჯიბრში ოთო ხარჯავს ხოლმე. არა ბიჭები, გოგოები არ არის. ივნისში გამოდიხარ ივნისში. ივნისში კი. ოდე ივნისში შევხვდები. დავდგეთ? ბათუმის ქუჩაზე დავდგეთ? იდა მომედა. ეგ იყოს სტარტ ფინიში. ხალხს რო ისვის დავსტარტოთ. ეს მომავალი რაიდერები ტრეკზე. ხო ივლით ტრეკზე. ძალიან კაი. ტრეკზე. ოკეი. აგი ჩემია. მემატებიან კონკურენტები. ერთ გოგო ვერ მოვიზიდე ვერავინა. დაიწყო. უკაცრავად. კრუიზერების კლასი დაიწყო ახლა სხვადასხვა ჟურის პირველ ზოზე დაიწყოს მართლა რა მაგრები არიან. არაგეს. აი მე გოგოების კლასი რო შედგება ვინერვიულებ. ეს სათანადო კონკურენტები რომ ეყოლება, მე ვინერვიულებ. ეხა ბიჭები ნერვიულობენ ჩემ. თან საქმე, თან გართობა, თან საქმეს ეგ. თან მონაწილეობ, თან ბოქს ვიღებ. ყველაფერში. ეს იგი სანდროს აქვს ძალიან სახალისო და საინტერესო პროექტი, მოტო ახალბედა და მისი პირველი ეპიზოდის მთავარი გმირი ვარ მე, პირველი გმირი ვარ მე. თავარი თვითონ არის უბრალოდ მე ვარ პირველი გმირი. ეს ეტაპობრივად სანდროს გაგვაცნობს რაიდერებს, სხვადასხვა ღონისძიებების, სხვადასხვა ორივე ვემსახურებით მოტოსპორტის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას. იმიტომ რომ თქვათ რომ ანუ შენ როგორც გამოცდილი რაიდერი, ისაიც გვანახებ მე როგორც საერთოდ არა რაიდერი და ამ სამყაროში გარედან შემოსული ადამიანი, რომელიც ვცდილობ რომ შემნაირი ხალხს ვისაც ცნობიერება საერთოდ არა აქვს მოტოციკლი და მოტოსპორტი, რომ გარედან ეს ყველაფერი შეხედონ და გაიგონ რომ რეალურად შენი თქმის არ იყოს მოტოსამყარო არის ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო, ძალიან მეგობრული და კარგი და სულაც არ არის ის ნეგატიური სტიგმა, რაც დაძდევს ზოგიერთ შემთხვევაში, აბსოლუტურად არ არის სიმართლე და რა ვიცი, ორივეს
გვიწევს ჩვენი კუთხიდან ამ ცნობიერების ამაღლება. და ასე რომ სხვა რეკურსითაც თუ გაინტერესებთ ეს სფერო, სანდროს აქვს შემოგთავაზებთ, აუცილებლად დავთაგავ. ასე რომ წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა ნილოს კონტენტს უყურეთ აუცილებლად ნილოს გვერდზე, ხოლო რაც ნილო მისაუბრა ჩემ კონტენტთან მიმართებაში ეს დაიდება საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის სოციმედიის არხებზე. ვიყურეთ და შემოგვიერთნე რა თქმა უნდა. აუცილებლად. აქ არ ნერულებ და იქ რომ მივახომი და უკვე სტარტის ხაზს მივახოდები და შეიძლება და რაღაც ცოტა უფრო ეიფორიაში ვარდები. ხო და მე რო ეს ცოტა ეიფორიაში ვარდები, ნეტა ის ბიჭები, რომლებიც ამ ხელას შრომას და ენერგიას დებენ და მართლა თავს დებენ წარმატებისთვის, რას განიცდიან და როგორ აქვს ნერვული სისტემა. ეს არ ვიცი ვინ არის, ამას არ აქვს YouTube და ვერ დაგითაგავთ. მაქვს. გააკ? კაი დაგითაგ. მართლა, მაინდა ეხლა შენ დამთაგებაში. სხვა დაიდოვებდი ჩეხას. თუ გინდა ვიდეო გადაიღეს? აუ, წეგან ამოვიღე ტელეფონი, კამერა გავხსენ და დავაჭირე ფოტოზე ყოფილა გდიდა. ჩაკრეს და უკვე ის მომენტი აღარ გაქვს ადრე დაძრაზე რა, ეგრევე ხალხს თეთრი ნატურა ინთება შედიხარ. მეორე, შენ რო აგდგახარ, სხვები რო წავლე თეთრი ნატურა ანთია. ხო, ვიცი. რო დააფინიშებს აცივიცინება ყველაფერი და ჩამქრება. მერე დაელოდი ანთებას და მერე შედიხარ. და ვიზორი აუცილებლად. როგორ გწხება? რაგინიაო არ მაგარო. მარო ჩანთა გამომართვი რა. ჩანთა. დავაგე. იდა წინ დაგიდგეს. უნდა ხალხი აღუდგა შენი ის არის მარტო წინ. მადლობა. ალერგისი თეთრი რო აინთება, ნელ-ნელა წადით არ გავწვივა. ბატონო. მადლობა. მართლა გამარჯობა. არა დამიგო და ესედა რა დავიგომეთიყავი. მე ვაფშე ველოდებოდი კახურას და მეთქი მაგათ დავეჯახებინე. ოკ. აქ რო ვდგარ, არ გიცნობ, არ ვიცნობ, არა უშო. წენას არ ვიცებ გულში. ჩვენს გვერდზე არის მანქანა. აი, ბიჭო, მაგას სტარტის გასამგროვა, დამანები. თუ მეგობრებთან რო გიწევთ, რა ვიცი, წინაზე იყო ფულზე და შეხადა მანქანა. მანამდე იყო ვაიტი კითანავოსთანაც ვარ დადგომილი და მე. აი გარეთ შინაბრები ვარ. ან უცხოთან უფრო იშვიათად მოგიწევს, ხო, მაგარი არის. გამოდელი მე კაცი თუ ახალი ვიღაცა გაიცი. ეს საბურავი. აშკარად უკეთესად დავისწრე საბურავის და ძალიან დიდი. აი აურავო. კი, დამაგიწევ. დაგაყვები. გამოვჭერე. აი, ჩაუჭირე მოვიდე რა. ცოტა მეტი აგრესია. ასმაგნეტი აგრესია. ეგა კარგი დაიშალა და უფრო მოვჭირე რა. ბოლომდე არ დაგავიდეს. აქედან გავიწევ რა. აწვალე. რაგერ გადაჭი. რავი უნდა? მერე ერთი და რა რამეთერგვარია. პირველი დავაგე. აუცი დავიდე და წავიდეს რა. ისე ახლა ხოლმე გახდება რა. რომელი ხარ მერე იქრავს. იცი?
ერთად გადავკვეთეთ ფიქრით რა. პირველში დამაკდა ისევ გაზი. პირველში გამასწრო და მე წამოვეწიმარე ვეღარ დავეწი. მაზე პატარა გაზი. ხო. ხო, არ ვიცი, ხო, გონი მარ ვიღაცებითა მარცხენაო, გონი იმ დაეწერა რა. ეგრევე გამოდის რომ გონი საგო მაგარი. უელა. არ ვიცი, ძალიან თანაბრად გადავედით და რა უნდა? დაჩინაზე? დაჩინი. ხო, ანუ ბოლოში. გილოცა. აი ამ ბატონმა დამამარცხა და ხდება მიშოს. ეხლა უნდა ვანახო თავისი მარცხის კადრები. ჯერ ესე და მე ჩემპიონ სულ შენზე ვდევდი ძმა. ეხლა 1000-ები ემზადებიან მოკლებაზით. that I'll never make it out, yeah. Please tell me all the bad, never good. Fill my head full of every single doubt, yeah. Please say any negative thoughts. I pop off when I hear people say I cannot. I get off to the thought of proving everyone wrong. I won't stop to the top, so you better back off and get lost. I'ma stay loud, stay proud, never running out, never heading south. I'll be spreading out, call it word of mouth. Can't put me down, I'll be getting loud. You can have it douse, not what I'm about. Have your fucking cloud, it be raining now. I keep making sound, go another round. Bitch, I'm legend bound, can't stop me now. You don't wanna fuck with me. I slow burn like a disease. Just tell me when I can and show you things that you couldn't believe. Just tell me that I can. Just tell me that I can. Just tell me that I can. Just tell me that I can.
wanna hear it out your mouth, yeah. Give me fuel, it's a tool that I use to go ahead and run my fucking mouth, yeah. I take shots, I take loss, I make shots, I miss lots. That's how you get big box, you get yachts, you swing lots and pop off a big shot. I ain't done chasing, got big dreams, bigger things, impatient. Who's at the top think they need replacement? Who's at the top think I'm gonna erase that? Face it, I don't give up quick, I don't give up shit, I won't give up this. Cause I know that I want it, know that I'm on it, I'll make it, I promise. You don't wanna fuck with me, a slow burn like a disease. Just tell me that I can and I'll show you things that you couldn't believe. მოგესალმებით, ვალობა ყველას, რომ ჩაერთეთ ამ პროექტში და ვართ ისევ დიდი ოჯახი. შემდეგი ეტაპი იქნება იოვიძის სახელობის. მესამე ფინალური ეტაპი იქნება ლამოთევაძის.